დაკავები დასრულდა ხმაურიანი აქცია თბილისის ცენტრში. ჩხუბი და დაპირისპირება მოხდა გამოსვლაზე, რომელიც ევრაზიული კავშირის მხარდამჭერებმა ნატოს წინააღმდეგ გამართეს. მსვლელობა დაიწყო კინოსახლიდან, სადაც იუგოსლავიის მოვლენებთან დაკავშირებით ფილმი აჩვენეს. შემდეგ მათ ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან გადაინაცვლეს. გაიმართა კონტრაქციაც და მოხდა რამდენიმე დაპირისპირება. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ჯერს დათხარ, აი იყურე ეგრე გველივით. სოფო ხანაშვილია პირდაპირ ეთერში. სოფო, რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე? თამარ, ჩვენ ამ დროისთვის ვიმყოფებით ნატოს საინფორმაციო ცენტრის ოფისის მიმდებარე ტერიტორიასთან, სადაც ცოტა ხნის წინ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ორი აქცია. ერთი აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ და ისინი არიან მომხრეები ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების, მეორე აქციის მონაწილეები კი ამ იდეას ეწინააღმდეგებიან. ეს აქცია, როგორც გითხარით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა საპატრულო პოლიციის კორდონის თანხლებით. კორდონს ორი აქცია შუაზე ჰქონდა გაყოფილი იმ მიზნით, რომ მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარიყო, თუმცა მცირე ინციდენტ სიტყვიერი შელაპარაკების და სიტყვიერი დაპირისპირების დონეზე აქაც ჰქონდა ადგილი. ძირითადი ინციდენტი კი განვითარდა კინოსახლთან დაახლოებით პირველ საათზე ევრაზიული კავშირის მომხრეები შეიკრიბნენ კინოსახლში, როგორც მათ ჩვენთან საუბარში განაცხადეს, შეკრების მთავარი მიზანი იყო იუგოსლავიაში წლების წინ განვითარებული მოვლენების გახსენება. მათ ასევე ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ ნატო იყო ის ორგანიზაცია, მათი განმარტებით, რომელმაც იუგოსლავიის სუვერენიტეტი დაარღვია და როდესაც ეს შეხვედრა მიმდინარეობდა კინოსახლში, პარალელურად კინოსახლის შენობასთან გაიმართა კონტრაქცია. ეს ამ აქციის მონაწილეები, როგორც გითხარით, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ისინი არიან ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგნი და ადგილი ჰქონდა უკვე სიტუაციის დაძაბვა მოხდა სწორედ მაშინ, როდესაც ევრაზიული კავშირის მომხრეებმა გადაწყვიტეს კინოსახლის შენობის დატოვება. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე იყო მობილიზებული საპატრულო პოლიცია, აქციების მონაწილეებმა მოახერხეს კორდონის გარღვევა და დაფიქსირდა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური დაპირისპირებაც. რამდენად ყიდით საქართველოს თქვენ? ჯერს დათხარ, აი იყურე ეგრე გველივით. სააკაშვილის ფეკალიები! ვირს მიშას ნარჩენები! პუტინის მონებო! დღეს სრულდება 15 წელი, როდესაც გააჩანაგეს სუვერენული სახელმწიფო და მას ჩამოაჭრეს მისი ძირძველი მიწა კოსოვო. აი ამის გასაპროტესტებლად შევიკრიბეთ მშვიდობიანად, ვაჩვენებთ ფილმს და მოვაწყობთ მსვლელობას. და სააკაშვილის ნარჩენებს და ფეკალურ მასებს ეს არ მოსწონთ, ეს მათი ნებაა, მაგრამ ჩვენ არ მივცემთ უფლებას, რომ რაიმე ზეგავლენა მოახდინონ ამ პროცესებზე. მოვედი იმიტომ, რომ საკმაოდ ჩემი აზრით ამაზრზენი არის, როცა რაღაც გარკვეული ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ლეგალურად მოქმედებს და არის ევრაზიულ კავშირის საქართველოს გაწევრიანების ესე ვთქვათ მეხოწებეები, აპროტესტებენ ნატოს ჯარების მოქმედებას იუგოსლავიაში, როგორც დღევანდელი მათი აქცია არის და ეს ის ხალხია, რომელსაც არასოდეს არ გაუპროტესტებია არც აფხაზეთის მოვლენები, არც სამაჩაბლო კინოსახლის გარე პერიმეტრის გარდა ინციდენტს ჰქონდა ადგილი ასევე კინოსახლში გამართული შეხვედრის მსვლელობისას, როგორც ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა ახალგაზრდამ განაცხადა, ის ევრაზიული კავშირის მომხრეებთან ერთად შეიპარა ამ შეხვედრაზე და მან მოითხოვა სიტყვით გამოსვლის უფლება და როდესაც მას ეს უფლება მისცეს, მან მიმართა დარბაზში მყოფებს, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ რუსი ჯარისკაცებისთვის პატივი მიეგოთ, რის შემდეგაც მისივე თქმით დარბაზში მყოფები ფეხზე
წამოდნენ. ამის შემდეგ იმავე ახალგაზრდას განმარტებით მან საკუთარი პროტესტი და მოსაზრება ამ ინციდენტთან დაკავშირებით ხმამაღლა დააფიქსირა და პროტესტის ნიშნად გადაწყვიტა დარბაზის დატოვება, თუმცა თქვენს ნახავთ კადრებს, რომ მას რამდენიმე ადამიანი დარბაზში ფიზიკურად გაუსწორდა. მათხოვრებოდ Adi mieci tragami შენახან მათხოვარი გამყიდველი მე მოსული ვარ გამჭაო არის შენაცალი რა თქვენ გვაყენებთ შეურაცხყოფას დიახ თქვენ გვაყენებთ შეურაცხყოფას შეკითხვის დასწრება მათხოვრებო თქვენ დოლარებზე გაყიდულები ხართ თქვენ დოლარებზე ხართ გაყიდულები ჩვენი ქვეყნის გაქცევას და გაუგებურებას ნატო ემსახურება ნატო იმენა ნატო ემსახურება ო ნატო რუსეთთან ურთიერთობა გადაგვარჩინა ჩვენ ქართველები იმ ხელშეკრულება გეორგიევსკის ტრაქტატმა გადაგვარჩინა. შევამოწმე მათი რეაქცია. მე გამოვედი სიტყვით და ნობაში შესვლის მიზნით ვილაპარაკე, გავაკეთე პრორუსული განცხადება და ბოლოს თქვი, აბა წამოუდგეთ ფეხზე დაღუპულ რუს გმირებს, აგვისტოს ეგრეთ წოდებულ, ანუ ოკუპანტებს, ვინც თავს დაესხა საქართველოს და ნახევარ დარბაზზე მეტი წამოდგა და წამოდგომის მე პირდაპირ უთხრეთ, თქვენ გაიშიფრეთ, თქვენ ხართ საქართველოს მოღალატეები და ადრე თუ გვიან საქართველოში მაინც დაბრუნდება ხელისუფლებაში პატრიოტული ელიტა. ინციდენტში შემთხვევით აღმოჩნდნენ ჩართულები კომპანია ობიექტივის თანამშრომლები, როდესაც ორი ურთიერთგამომრიცხავი შეხვედრად აქცია მიმდინარეობდა კინოსახლთან, ობიექტივის თანამშრომლები სამსახურში მიდიოდნენ და გარეთ შეკრებილებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანიის თანამშრომლებს და რის შემდეგაც უკვე კომპანიის თანამშრომლებმაც შესაბამისი რეაქცია ჰქონდათ მათ ამ შეურაცხყოფაზე. ნაბადი ვინ მაგინებს? არ გინდა რა ეხლა ისე ლაპარაკები. აბა მოდინა შენ ნაბიჯავო. მოდინა ბიჭები ხარდაკი. თქვენ კურთხლებად. ხელი გამიშვი კაცო. გირგვლიანი რაბატკლა სად იყავით? სად იყავით? მიწები რომ ეს ჩააბარა თქვენმა კურთხელმა სად იყავით? სამსახურში მოვედი. აქ არის ობიექტივის ოფისი. მე არ ვიცი რა ღონისძიება ტარდება. მომაყენეს პირადი შეურაცხყოფა, მიიღეს ჩემგან შეურაცხყოფა. მიიღებენ უარეს. იმიტომ რომ ამ ადამიანებს უფლება არ აქვთ. ჭკუა ასწავლონ ქართულ საზოგადოებას. არა. არ ვიცი, მე მოვედი სამსახურში. და მე მაქვს უფლება თავისუფლად შევიდე ოფისში. კინოსახლთან გამართული ინციდენტის, დაფიქსირებული ინციდენტის შემდეგ ევრაზიული კავშირის მომხრეებმა დაიწყეს მსვლელობა უკვე ნატოს საინფორმაციო ცენტრის ოფისის მიმართულებით, მათთან ერთად ამ მიმართულებით დაიძგნენ ასევე კონტრაქციის მონაწილეებიც და ასევე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. მთელი ამ მსვლელობის განმავლობაში საპატრულო პოლიცია ცდილობდა, რომ კორდონის მეშვეობით ეს ორი აქციის მონაწილეები ერთმანეთისგან გაემიჯნა, თუმცა მთელი გზის განმავლობაში ადგილი მაინც ჰქონდა როგორც სიტყვიერ დაპირისპირებას, ასევე მცირე ინციდენტებსაც ფიზიკური შეურაცხყოფის თვალსაზრისით. საბოლოოდ ისინი შეიკრიბნენ სწორედ ამ ადგილზე, სადაც შვენილყოფებით აქ და აქაც გააგრძელეს აქცია. თითოეულმა აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრება კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. სააკაშვილის ნარჩენების 20-კაციანი დაჯგუფება, რომლებსაც პირადად მე ვუწოდებ იაცენუკის შნირებს, მოვიდნენ ეცადნენ ჩვენი ღონისძიების ჩაშლას, მაგრამ ნეოფაშისტებს ეს ყველაფერი არ გამოვიდათ, ჩვენ მაინც მოვაწყეთ ფილმის ჩვენება, ჩვენ მაინც მოვაწყეთ მსვლელობა.
ნატოს საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქცია დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და შემდეგ უკვე აქციის მონაწილეები დაიშალნენ. ევრაზიული კავშირის მომხრეები მიმდებარე ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციამ გააცილა კორდონის მეშვეობით. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ინციდენტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა კინოსახლთან, დასრულდა 3 ადამიანის დაკავებით. ეს ინფორმაცია დააფიქსირა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საქმე აღძრულია მცირე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით. მადლობა, ეს იყო სოფო ხანაშვილი.